ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში საკონფერენციო სივრცეების დატვირთულობის მინიმუმამდე შემცირებაზე მეუთითებენ. ბიზნესი განმარტავს, რომ ყველაზე დიდი კლება სწორედ მაის ტურიზმის მიმართულებითაა და ბოლო რამდენიმე თვიან პერიოდში მასშტაბური საქმიანი შეხვედრები ფაქტობრივად აღარ იმართება. რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანაში მაის ტურიზმი და რომელი ქვეყნებიდან შემცირდა საკონფერენციო სივრცეებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად. დეტალებით კრისტინა გამთენაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სეგმენტების მიხედვით ყველაზე მეტი პრობლემა საქმიანი ტურიზმის მიმართულებითაა. ბიზნესის ინფორმაციით ნოემბრის შემდეგ, რაც ქვეყანაში აქციები დაიწყო, გაუქმდა არაერთი კონფერენცია და შესაბამისად საკონფერენციო სივრცეების დატვირთულობა ჯერ კიდევ მინიმუმამდეა შემცირებული. მოთხოვნა დაბალია როგორც თბილისში, ასევე ქალაქგარეთ არსებულ საკონფერენციო სივრცეებზე. ბიზნესის ინფორმაციით მაის ტურიზმის წარმომადგენლებისთვის, საქმიანი ტურისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების განცდა და სწორედ ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით იღებენ ისინი გადაწყვეტილებას თუ რომელ ქვეყანაში გამართონ საერთაშორისო კონფერენცია. სწორედ აქედან გამომდინარე ფიქსირდება რელოკაცია და საქართველოს ნაცვლად შეხვედრებისთვის სივრცეს მაის ტურიზმის წარმომადგენლები სხვა ქვეყნებში პოულობენ. ბიზნესი იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და უახლოეს პერიოდში მაის ტურიზმი, რომელიც ყველაზე შემოსავლიანია, ნაწილობრივ მაინც აღდგება. გადავხედავთ თბილისის საკონფერენციო ვენიუებს და სივრცეებს, სადაც მდებარეობს, ალბათ 70% მდებარეობს სწორედ რუსთაველის მიმდებარედ და რუსთაველის ცენტრში განლაგებულ ობიექტებში. შესაბამისად, არავის არ უნდა გაერისკა და ძალიან ბევრი კონფერენციაც გაუქმებულა უცაბეთი და დაუგეგმავი დემონსტრაციების გამო. მე აღარავინ აღარ რისკავდა, მით უმეტეს წინასწარ-თანხებს აღარ იხდიდა და ფაქტობრივად განოლდა საკონფერენციო მიმართულებები იმ ობიექტებში, რომლებიც იყო და უფრო ალბათ თუ ვინმეს მაინც ჩატარება უნდოდა და ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, გადაინაცვლა უფრო ავლაბრის მიმართულებით და სხვადასხვა ჭავჭავაძის მიმართულებით მდებარე ობიექტებში, სადაც ნაკლებად იყო იმის რისკი, რომ შეხებოდა რომელიმე დემონსტრაცია. ახლა საკონფერენციო დარბაზებზე მოთხოვნა ჯერჯერობით მზარდი და დიდი არ არის, იმიტომ რომ ეს დაბალი სეზონია, ეს იქნება უფრო მარტი-აპრილიდან და ვიმედოვნებთ, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება, შესაბამისად წავა ბიზნეს პროცესებში. ჩვენი დამსვენებლებიდან გამომდინარე ძირითადი რაოდენობა კონფერენციებზე მოდიოდა ქართული კომპანიებიდან ან ქართული არასამთავრობო კომპანიებიდან, თუმცა იყო აგრეთვე მაის ტურიზმი, რომელიც ყველაზე მეტი შემომტანი არის ჩვენს სექტორში ხოლმე ფულის მაგ მიმართულებითაც იყო გარკვეული გაუქმებები, ან უბრალოდ საქართველოს არჩევს სხვა ქვეყანა. ერთ-ერთი მიზეზი რა თქმა უნდა ყოველთვის ასახელებენ ხოლმე უსაფრთხოებას და მიუხედავად იმისა, რომ გამეორდები არავინ საფრთხეს მათ არ უქმნით, რა თქმა უნდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ყოველთვის ასოცირდება ხოლმე რაღაცა საშიშროებასთან და ამიტომ არ რისკავენ ხოლმე. გასული წლის ბოლოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის რესტორნებმა და სასტუმროებმა ბანკებს სესხების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით მიმართეს. სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში ვადა გადაცილებული სესხების წილი ბოლო პერიოდში გაზრდილია. გასული წლის ბოლოს რესტორნებს 40 მილიონი ლარის, ხოლო სასტუმროებს 83 მილიონი ლარის ვადა გადაცილება უფიქსირდებოდათ. სესხის პროცენტის ვადა გადაცილებას ბიზნესის წარმომადგენლები სწორედ ბოლო თვეების განმავლობაში დაბალი საფასო პოლიტიკითა და მოთხოვნის შემცირების გამო შემოსავლების კლებით ხსნიან. ეს ორი თვე გვაქვს სესხის პროცენტის გადახდის ვადა გადაცილება გამომდინარე ალბათ უფრო დაბალი სეზონის და შედარებით უფრო დაბალი საფასო პოლიტიკის და ასევე იმ ჩავარდნის, რომელიც კორპორატიული საზღვრებს მიადგა ნოემბრის ბოლოდან ახალ წლამდე პერიოდში, ეს იყო ამის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, გამომდინარე დემონსტრაციების, აქციების და დესტაბილიზაციების, რომელიც იყო ქვეყანაში შექმნილი, ფაქტობრივად გაუქმდა ყველა სახის კორპორატიული ღონისძიება, ივენთი, საკონფერენციო მიმართულებები, რაც იყო იმის პირდაპირ გავლენა, რომ სასტუმროების ძირითადი ხარჯები დააწვა სანომრე ფონდიდან მიღებულ შემოსავლებს, რასაც უნდა გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტი, რასაც უნდა გადაიხადა კომუნალური გადასახადების სხვადასხვა ხარჯები, საუზმისთვის განკუთვნილი პროდუქტების ხარჯები და აქედან გამომდინარე უკვე მხოლოდ და მხოლოდ სანომრე ფონდმა ვეღარ შეძლო საბანკო სესხების მომსახურება. სარესტორნო სფერო არ არის გრძელვადიან შემოსავალზე გათვლილი. ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, რეჟიმში არის. აქ დანაზოგების გაკეთება და დიდი მოგების გაკეთება უბრალოდ რთული არის.
ეს ეხება დაახლოებით 90%-ს ამ სფეროში არსებული ოპერატორებისა. 10% არის, რომელიც გარკვეულწილად უფრო უკეთეს სიტუაციაში არის, ვიდრე თქვა ის დანარჩენი 90 და შესაბამისად 90%, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ყოველდღიურ რეჟიმში არის სამუშაო პროცესი და მისთვის ერთი დღის თუნდაც ჩავარდა გარკვეულწილად პრობლემის შექმნელი არის, რა თქმა უნდა, ესეთი ზიგზაგით სვლა ყოველთვის პრობლემას ქმნის. აქვე გეტყვით, რომ თანხობრივად ყველაზე მეტი ვადაგადაცილება სოფლის მეურნეობის სექტორში ფიქსირდება. ჯამურად ამ სექტორს 96 მილიონი ვარის ვადაგადაცილება აქვს. ძალიან დიდი მადლობა ქრისტინა გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.